მოგესალმებით, ჩვენს ჩვეულ ფორმატში ვაგრძელებთ ტესტურ დავალებებზე მუშაობას. ამჯერად მიმდინარე ვიდეოში გთავაზობთ 5 ტესტურ დავალებას, რომელიც შედგენილი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან. კაზუსები არის, ასე ვთქვათ, რომელსაც ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელიც აპრობირებული არის სხვადასხვა საკვალიფიკაციო თუ მისაღები გამოცდების პროგრამებში. დავიწყოთ მე-16 ტესტური დავალებით. G კორძაძემ მოკლის მიზნით S ლალიაშვილს საკვებში სასიკვდილო ქიმიური ნივთიერება გაურია, რასაც ამ უკანასკნელის სიკვდილი უნდა მოჰყოლოდა. ლალიაშვილი ცნობილი იყო როგორც ძლიერი და წარმატებული მოჭიდავე, ამიტომ მოწამლული საკვების მიღებისთანავე კი არ მოკვდა, არამედ ისე დაუძლურდა, რომ სახლისკენ კედელ-კედელ გაემართა, რა დროსაც ორიენტაციის დაკარგვის გამო რამდენჯერმე დაეცა კიდეც. გზაში დახვდა მას ულაბაძე, რომელმაც ძლიერ დასუსტებული ლალიაშვილი ძირს დააგდო და ხელებისა და ფეხების გამოყენებით უმოწყალოდ სცემა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სიკვდილი გამოწვეული იყო რაიმე ბლაგვის საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებით, კერძოდ გარდაცვლის ჩამტრეული ჰქონდა 11 ნეკნი. დავალება გვეუბნება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შევაფასოთ კორძაძისა და ლაბაძის ქმედებები. ავარიანტად გვაქვს კორძაძე დაისჯება განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ხოლო ლაბაძე წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობისათვის. B ვარიანტი გვაქვს კორძაძე დაისჯება განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ხოლო ლაბაძე წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის. G ვარიანტი გვაქვს კორძაძე დაისჯება განზრახ მკვლელობისათვის, ხოლო ლაბაძე წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობისათვის. და D ვარიანტი გვაქვს კორძაძე დაისჯება განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის, ხოლო ლაბაძე წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობისათვის. სისხლის სამართლის მეცნიერებაში ამ კაზუსის გადაწყვეტა უკავშირდება მრავალსაფეხურიანი მიზობრივი კავშირის საკითხს. იურიდიულ ლიტერატურაში კვალიფიკაციის ორი ძირითადი ვერსია არსებობს ამ მრავალსაფეხურიანი მიზობრიობის საკითხთან მიმართებით. პირველი შეხედულების მიხედვით, აი ამ პირველი შეხედულების მომხრეები თვლიან, რომ მთავარია არა დაწყებული მიზობრივი ჯაჭვი, არამედ კონკრეტული ფატალური შედეგი. ვინაიდან პროცესში ერევა მესამე პირი, ლაბაძე, რომელიც საკუთარი ნებით სრულიად ახალ საფრთხეს ქმნის, პირველი პირის, ანუ კორძაძის ქმედებასა და სიკვდილს შორის კავშირი წყდება. ამიტომ პირველ მოქმედს შედეგი ობიექტურად არ შეერაცხება. ამ თეორიით დასრულებული მკვლელობისთვის უმწეო მდგომარეობის დამამძიმებელი გარემოების მითითებით პასუხს აგებს მხოლოდ მესამე პირი, რომელმაც სიკვდილი უშუალოდ გამოიწვია. პირი კი, ვინც ამისთვის ნიადაგი მოამზადა, მხოლოდ დანაშაულის მცდელობისთვის უნდა დაისაჯოს. აღნიშნული პირველი შეხედულების მიხედვით, თუ ამ შეხედულებას ამ მიდგომას გავიზიარებთ, სწორ პასუხად უნდა მოუხაზოთ ჩვენ A ვარიანტი, რომელშიც საუბარი გვაქვს, რომ პირველ მოქმედი, ანუ კორძაძე დაისჯება განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო ლაბაძე წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობისათვის. თუმცა სანამ უშუალოდ ჩვენ სწორ პასუხს დავაფიქსირებთ, ასევე უნდა განვიხილოთ იურიდიულ ლიტერატურაში ჩამოყალიბებული მეორე შეხედულებაც, რომელიც უფრო გაბატონებული და სწორი პოზიცია არის შემოთავაზებული. ამ მეორე შეხედულების მიხედვით, პირველი პირის მოქმედება დასრულებულ მკვლელობად უნდა დაკვალიფიცირდეს, რადგან მისი ქმედება იყო მეორე პირის თავდასხმის აუცილებელი წინაპირობა. ამავდროულად მესამე პირის ქმედება დასრულებულ მკვლელობად მიიჩნევა, რა თქმა უნდა, დამამძიმებელი გარემოების მითითებით, კერძოდ კი უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. ეხლა ეს სწორი შეხედულება, რომ ჩვენს კაზუსს მოვარგოთ, მივიღებთ შემდეგ სურათს. კორძაძეს ლალიაშვილი ფიზიკურად ძლიერი მოჭიდავე, რომ არ მოეწამლა მსხვერპლი არ განიცდიდა ისეთ ფიზიკურ დაუძლურებას, რაც ლაბაძეს მისცემდა მისი უმოწყალოდ ცემისა და მოკვლის რეალურ შესაძლებლობას.
კორძაძის მიერ პროვოცირებული საფრთხე არ გაწყვეტილა და არც განეიტრალებულა. მან სახე იცვალა და მესამე პირის ნებელობითი ინტერვენციის წყალობით პოვა საბოლოო რეალიზაცია. 2 სიტყვით შევეხოთ ასევე თუ რატომ დამძიმდება ლაბაძის პასუხისმგებლობა წინასწარის შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციით. იურიდიულ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკაში ამ დამამძიმებელ გარემოებას მკაფიო კრიტერიუმები აქვს, რომლებიც იდეალურად ერგება მოცემულ კაზუსს. უმწეო მდგომარეობის ობიექტური კრიტერიუმი ნიშნავს, რომ მსხვერპლის არის ისეთ ფიზიკური ან ისეთ ფსიქიკური სტატუსში, როდესაც მას ობიექტურად მოკლებული აქვს შესაძლებლობა თავდამსხმელს გაუწიოს აქტიური ფიზიკური წინააღმდეგობა, თავი დაიცვას ან საერთოდ გაექცეს საფრთხეს. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, წინასწარის შეცნობა გვაქვს აქ წინა პლანზე წამოწეული. კანონი მოითხოვს, რომ თავდამსხმელს დანაშაულის ჩადენის მომენტში უნდა იცოდეს ან ნათლად აღიქვას მსხვერპლის ეს მდგომარეობა. კაზუსის ფაბულა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლალიაშვილის დახვდა ლაბაძე, ლალიაშვილი იყო ძლიერ დასუსტებული, ლაბაძე ვიზუალურად ხედავს, რომ მოჭიდავე უჩვეულოდ სუსტადაა, ვერ დგას მყარა და დამოუკიდებლად გადაადგილებას კი უჭირს. ლაბაძე აცნობიერებს ამ უპირატესობას, იყენებს სხვის მიერ, ანუ კორძაძის მიერ ხელოვნურად შექმნილ ამ უმწეობას, აგდებს მსხვერპლს ძირს და უმოწყალოდ კლავს ცემით. სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამ გამოიწვია მსხვერპლის უმწეობა, ბუნებრივმა მიზეზმა, როგორიც არის ასაკი, ავადმყოფობა და ასე შემდეგ, თუ მესამე პირის დანაშაულებრივმა ქმედებმა. ამ შემთხვევაში კორძაძის მიერ მისმა მოწამვლამ. აქედან გამომდინარე, სწორი და გაბატონებული შეხედულების გაზიარებით, სწორი პასუხი გვექნება ჩვენ გევარიანტი, დასრულებული მკვლელობისათვის დაისჯება პირველმოქმედი კორძაძე და ასევე დასრულებული შემადგენლობისთვის დაეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირსაც ლაბაძესაც იმ განსხვავებით, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. გადავიდეთ მე-17 ტესტური დავალების განხილვაზე. დ. პაპუნაშვილი შეესწრო თუ როგორ ეჩხუბებოდა მის მეზობლად მცხოვრები მთვრალი ქმარი ცოლს. პაპუნაშვილი შეეცადა მეზობლის დამშვიდებას, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს ქმარმა მაგიდის უჯრიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და ცოლს დაუმიზნა. პაპუნაშვილმა მოასწრო სასიკვდილოდ განწირულ ქალს ხელი ჰკრა და მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდო. გასროლილი ტყვია ცოლსაც და პაპუნაშვილსაც ასწდა. თუმცა საუბედუროდ მოპირდაპირე სახლში მცხოვრებ მეზორნეშვილის 7 წლის შვილს ზორგში მოხვდა. დაცემის შედეგად ქალმა ორივე ფეხი მოიტეხა, ხოლო 7 წლის ბავშვი საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. ამბავის გაგების შემდეგ ქმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კითხვა გვაქვს, საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის მიხედვით დაისჯება თუ არა პაპუნაშვილი ქალის ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. სანამ სავარაუდო პასუხების ჩამოთვლაზე გადავალ, ერთ მნიშვნელოვან გარემოებას მინდა რომ დააკვირდეთ. ვინაიდან ჩვენ კაზუსში დავინახეთ, რომ ხელი რომ კრა ქალს და აივნიდან გადმოაგდო და ტყვია ამ ქალს ასწდა, სრულიად სხვა ახალი სამართლებრივი სიკეთე ხელყო, ბავშვი დაიღუპა ამ სროლის შედეგად. ვხედავთ, რომ ერთ სამართლებრივ საფეხურზე მყოფი სიკეთეები არიან საფრთხის ქვეშ. ერთი მხრივ ცოლი, მეორე მხრივ ბავშვი, ხო? ცოლი გადარჩა, მაგრამ ბავშვი დაიღუპა. მაგრამ ეს არის დამაბნეულად სპეციალურად კაზუსში ჩადებული, რომ გონება წაგივიდეთ იქით, რომ ორი სამართლებრივი სიკეთე იყო წარმოდგენილი, თანაბარი ღირებულების, ქალი თუ გადარჩა, ბავშვი ხომ დაიღუპა, ამის ხელის კვრის გამო ხო ბავშვი დაიღუპა, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ კითხვა სრულიად სხვა მიმართულებით არის. კითხვა გვაქვს ჩვენ, პაპუნაშვილი შეიძლება თუ არა დაისაჯოს ქალის ჯანმრთელობის დაზიანებისთვის, რადგან ორივე ფეხი მოიტეხა ამ ქალმა. ამიტომ კონკრეტულ კითხვაზე გააკეთეთ ხოლმე ყოველთვის აქცენტი. შეიძლება კაზუსში ძალიან დიდი და ვრცელი ისტორია იყოს მონაყოლი, რაღაც დახუნძვრული იყოს ფაქტობრივი გარემოებებით, როგორც ახლა ამ ჩვენ შემთხვევაში არის და კითხვა იყოს საერთოდ სხვა მიმართულებით დასმული. ამიტომ კითხვა ყოველთვის რამდენჯერმე კარგად წაიკითხეთ. ეხლა აქ ავარიანტი გვაქვს, რომ დიახ, რადგან მან ხელისკვლით ახალი საფრთხე შექმნა, რომელიც კონკრეტულ შედეგში ფეხების მოტეხვაში რეალიზდა. გევარიანტი გვაქვს, დიახ, რადგან ხელისკვრასა და ფეხების მოტეხვას შორის მეზობრივი კავშირი არსებობს და დევარიანტია, არა, იგი არ დაიჯება სისხლისამართლებრივი წესით.
მოცემული კაზუსის ამოსახსნელად, ასე რომ ვთქვათ, დასმული პრობლემის გადასაწყვეტად, აუცილებელი არის ერთმანეთისაგან ჩვენ გავმიჯნოთ მეზობრივი კავშირის და სამართლებრივად ობიექტური შერაცხვის ინსტიტუტები. მეზობრიობა ობიექტური თვალსაზრისით გვეუბნება, რომ პაპონაშვილის ქმედებას, ანუ ხელისყვრას და აივნიდან გადმოგდებასა და დამდგარ შედეგს ორივე ფეხის მოტეხვას შორის არსებობს უდაოდ მეზობრივი კავშირი, ხო? პაპონაშვილს რომ ხელი არ ეკრა, ქალი აივნიდან არ გადავარდებოდა და ფეხებს არ მოიტეხდა. მარტივი ლოგიკური ჯაჭვი გვაქვს, ხო? რაღაცა პირობა თუ არ იქნებოდა, შედეგი არ დადგებოდა. ამიტომ ცალსახად მეზობრიობა სახეზე გვაქვს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ობიექტური შერაცხვის ინსტიტუტი. თანამედროვე სისხლის სამართალში მხოლოდ მეზობრივი კავშირის არსებობა არ არის საკმარისი პირისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. აუცილებელია, რომ პირმა თავისი ქმედებით შექმნას სამართლებრივად დაუშვებელი აკრძალული რისკი, რომელიც შემდგომ რეალიზდება კონკრეტულ შედეგში. როდესაც ადამიანი ერევა უკვე არსებულ კაუზალურ პროცესში, ქმრის მიერ იარაღის დამიზნება და გარდაულად გასროლაზე არის საუბარი. იმიზნით, რომ შეამციროს ან შეასუსტოს სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი, მისი ქმედება არ განიხილება აკრძალული რისკის შექმნად. პაპონაშვილს ახალი საფრთხე არ შეუქმნია. მან შეცვალა უკვე არსებული სასიკვდილო საფრთხის მიმართულება. მან სიცოცხლის მოსწვების რისკი გარდაქმნა ჯანმრთელობის დაზიანების ბევრად ნაკლებ რისკად ფეხების მოტეხვაში, რაც რეალისტა. თუ რომელიმე თეორია გეუბნებათ, რომ აივნიდან გადმოგდებით ობიექტური შემადგენლობა მაინც სახეზე გვაქვს, პაპონაშვილს პასუხისმგებლობა მაინც აბსოლუტურად გამოერიცხება უკიდურესი აუცილებლობის ინსტიტუტის გამოყენებით. ამიტომ ნებისმიერი მსჯელობის მიუხედავად მივდივართ ერთ დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლებრივი წესით იგი პასუხს არ აქებს. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გავრცელებულ ლიტერატურაში, ბოლო დროის სახელმძღვანელო ლიტერატურაში, რომელიც საკმაოდ კომპლექსური და სრული სახელმძღვანელო გამოვიდა, საუბარი არის 2024 წლის გამოცემაზე, მასში პირდაპირ არის მითითება, რომ მსგავსი შემადგენლობა არ გვაძლევს დანაშაულის ნიშნებს, რადგან არ გვაქვს სახეზე ობიექტური შერაცხვა და არა მარწინააღმდეგობა და ბრალის რომელიმე გამომრიცხველი გარემოება გაცილებით ძველი ლიტერატურაში, რაც გვაქვს მითითებული. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ობიექტურად შეურაცხვის გამო, ასე ვთქვათ, პაპონაშვილს არ დაიკისრება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი წესით. რის გამოც ჩვენ აქ უნდა მოვხაზოთ, რა თქმა უნდა, დ ვარიანტი. გადავიდეთ მე-18 ტესტურ დავალების განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 30 ივნისის განაჩენით სამი პირი, ბერიძე, კაპანაძე და მესხი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლით გათვალისწინებული 2-ზე მეტი პირის განზრახ მკვლელობისათვის. მათ სასჯელის სახე და ზომად შეეფარდათ უადო თავისუფლების აღკვეთა. მათი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში. მათ როგორც სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ერთხმად მისცეს ხმა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იურიდიული პირის კუთვნილი ერთ-ერთ ობიექტზე ხარჯების დაზოგვის მიზნით ღამის საათებში გათიშეს უსაფრთხოების სისტემა, რამაც გამოიწვია მომსახურე პერსონალის სიკვდილი. დაცვის მხარე აპელირებდა იმაზე, რომ წესდების მიხედვით გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო ხმათა უბრალო უმრავლესობა. 2 ხმა. შესაბამისად, თითოეული ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მისი ხმის გარეშეც შედეგი მაინც დადგებოდა, რაც გამორიცხავდა მათი ქმედების დამთავრებულ დანაშაულად კვალიფიკაციას. პირობა გვაქვს კითხვა, ასეთი არის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით შევაფასოთ სწორია თუ არა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კენჭისყრაში მონაწილე პირთა ქმედებების დაკვალიფიცირების ნაწილში. ავარიანტია არასწორია, რადგან სამივე პირი პასუხს აგებს მკვლელობის მცდელობისათვის, რადგან ვერ დგინდება რომელი პირის მიერ მიცემულმა ხმამ გამოიწვია შედეგი. ბ-ვარიანტია არასწორია, კენჭისყრაში მონაწილე პირთაგან დასრულებული დანაშაულისთვის პასუხს აგებს მხოლოდ ის, ვინც პირველმა მისცა ხმა, ხოლო შემდგომი ხმის მიმცემ პირებს პასუხისმგებლობა დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის დაიკისრებათ. გ-ვარიანტია სწორია, სამივე პირი პასუხს აგებს დამთავრებული მკვლელობისათვის, რადგან თითოეულის ხმა იყო შედეგისათვის საკმარისი პირობა და დ-ვარიანტია არასწორია, რადგან სამივე პირი პასუხს აგებს 2 ან მეტი პირის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის. სამართლებრივი პრობლემის არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ შევაჯამოთ. გამოირიცხება თუ არა პირის ქმედებასა და დამდგარ ფატალურ შედეგს შორის მეზობრივი კავშირი, როდესაც
კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე დამოუკიდებელი იდენტური ქმედება ერთდროულად იწვევს შედეგს. თითოეული მათგანი ან სხვების გარეშე საკმარისი იქნებოდა ამ შედეგის დასადგომად თუ არა. ეს არის პრობლემა ამ მოცემულ კაზუსში. პრობლემა ალტერნატიული მიზობრიობის მოძღვრების საფუძველზე უნდა გადაიჭრას. თუ არსებობს რამდენიმე პირობა, რომელთაგან თითოეული ცალ-ცალკე საკმარისია შედეგის გამოსაწვევად, მაგრამ ისინი ერთდროულად განხორციელდნენ რეალობაში, თითოეული მათგანი მიიჩნევა შედეგის აუცილებელ პირობად. სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის გადამწყვეტია არა ჰიპოთეტური მსჯელობა იმაზე, თუ რა მოხდებოდა სხვანაირად რომ ყოფილიყო, არამედ რეალურად დამდგარი ფაქტობრივი სურათი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სისხლის სამართალი უყურებს იმას, რაც რეალურად მოხდა და არა ჰიპოთეზებს და დაშვებებს. რეალურად რა მოხდა ახლა აქ? უსაფრთხოების სისტემა გაითიშა სამივე ხმის ერთობლიობით. სამივემ ერთად მოაწერა ხელი მომსახურე პერსონალის სასიკვდილო განაჩენს. ალტერნატიული მიზობრიობის მთელი არსი იმაშია, რომ თუ რამდენიმე ადამიანი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აკეთებს ისეთ რამეს, რაც ცალ-ცალკეც საკმარისია შედეგის დასადგომად, თითოეული საკუთარი ქმედებით დამდგარი შედეგისათვის აგებს პასუხს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სწორია, რადგან სამივე პირი პასუხს აგებს დამთავრებული მკვლელობისათვის იმაზე მითითებით და იმ საფუძვლით, რომ თითოეულის ხმა იყო შედეგისათვის საკმარისი პირობა. გადავიდეთ მე-19 ტესტურ დავალებაზე, რომელიც არის შედგენილი უმოქმედობისა და გარანტორული ვალდებულების პრობლემურ საკითხზე. ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე 16 წლის შეურაცხადმა N ლაზარაშვილმა, რომელიც იმყოფებოდა თავისი სრულწლოვანი და შერაცხადი ძმის G ლაზარაშვილის მეთვალყურეობისა და მზრუნველობის ქვეშ, ამ უკანასკნელის თვალწინ ეზოში მდგომი მეზობლის კუთვნილი ავტომანქანიდან აქტიური მოქმედებით მოხსნა ძვირადღირებული აუდიო სისტემა და სახლისკენ გაემართა. G ლაზარაშვილი, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების პროცესს, სრულად აცნობიერებდა, რომ მისი ძმა ითვისებდა სხვის ნივთს, თუმცა მასში არსებული მატერიალური დაინტერესებისა და ნივთის მართსაწინააღმდეგო დაუფლების სურვილის გამო არანაირი ზომა არ მიუღია ძმის შესაჩერებლად და მოვლენათა განვითარებაში არ ჩარეულა. მოგვიანებით მეზობელმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვა ლაზარაშვილის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებაში მიცემა ქურდობის ფაქტზე. კითხვა არის, საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის შესაბამისად დაიკისრება თუ არა G ლაზარაშვილის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა შეურაცხადი ძმის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის. ავარიანტია, არავინაიდან დედმამიშვილებს შორის არსებობს მხოლოდ მზრუნველი გარანტის მოვალეობა გაჭირვებაში დახმარებისათვის, რაც სრულად გამორიცხავს მათ პასუხისმგებლობას სხვის მიერ ჩადენილი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე. B ვარიანტია, დიახ, თუმცა იგი უნდა დაისაჯოს არა უმოქმედობით ქურდობისათვის, არამედ წმინდა უმოქმედობისთვის, კერძოდ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, ვინაიდან მან სამართალდამცავ ორგანოს არაცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ. G ვარიანტია, არავინაიდან სისხლისამართლის ასაკს მიღწეული ნებისმიერი პირი დამოუკიდებლად აგებს პასუხს საკუთარ ქცევაზე, ხოლო გარანტს არანაირ ვითარებაში არ იკისრება მოვალეობა აღკვეთოს სხვა პირის მიერ დანაშაულის ჩადენა. და ბოლო D ვარიანტია, დიახ, ვინაიდან G ლაზარაშვილს შეურაცხადი ძმის მიმართ აკისრია როგორც დაცვის, ისე ზედამხედველობის სპეციალური ვალდებულება, იგი ფიზიკურად ესწრებოდა ფაქტს და გააჩნდა დანაშაულებრივი განზრახვა. ზოგადად ვთქვათ, რომ სისხლისამართლის კოდექსის მიხედვით უმოქმედობა მხოლოდ მაშინ მიიჩნევა დანაშაულად, როდესაც პირს სამართლებრივად აკისრია მოქმედების სპეციალური მოვალეობა, აქვს ამ მოქმედების შესრულების ფიზიკური შესაძლებლობა, თუმცა შეგნებულად არ მოქმედებს. უბრალო მოქალაქეს ცხადია არ აქვს ვალდებულება ქუჩაში უცხო ადამიანის მიერ ჩადენილი ქურდობა ფიზიკურად აღკვეთოს. ასე დროს მხოლოდ შეუტყობინებლობაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ეგეც თუ აკმაყოფილებს შეუტყობინებლობის საკანონმდებლო პირობებს. თუმცა, როდესაც საქმე ეხება გარანტს, მისი უმოქმედობა უთანაბრდება დანაშაულის აქტიურ ჩადენას. იურიდიულ ლიტერატურაში გარანტის მოვალეობის წარმოშობის რამდენიმე წყარო არსებობს. მოცემულ შემთხვევაში G ლაზარაშვილი არის საფრთხის წყაროზე ზედამხედველი გარანტი. ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე შეურაცხადი N ლაზარაშვილი სამართლებრივად განიხილება სპეციფიკური საფრთხის წყაროდ, ვინაიდან მას არ შეუძლია საკუთარი მოქმედების ფაქტობრივი ხასიათის გაცნობიერება ან მისი მართვა.
ვინაიდან შეურაცხადი ძმა იმყოფებოდა სრულწლოვანი და შერაცხადი გ ლაზარაშვილის უშუალო მეთვალყურეობისა და სრულნელობის ქვეშ, გ ლაზარაშვილს ეკისრებოდა სპეციალური ვალდებულება გაეკონტროლებინა პატარა ძმის ქცევა, რათა მას ზიანი არ მიეყენებინა სხვების სამართლებრივი სიკეთეებისათვის, მოცემულ შემთხვევაში კი მეზობლის საკუთრებისათვის. უმოქმედობით ქურდობის შესაცნობად, ასე რომ ვთქვათ, აუცილებელი არის სუბიექტური ელემენტის არსებობა. კაზუსის ფაქტობრივი მხარე პირდაპირ მიგვითითებს, რომ გ ლაზარაშვილი სრულად აცნობიერებდა, რომ მისი ძმა ითვისებდა სხვის ნივთს და მეორე, მას გააჩნდა მატერიალური დაინტერესება და ნივთის მართსაწინააღმდეგო დაუფლების სურვილის გამო შეგნებულად არ ერეოდა პროცესის მსვლელობაში. ანუ რა გამოდის? გ ლაზარაშვილმა თავისი სამართლებრივი მოვალეობა, რომ შეეჩერებინა ძმა, შეგნებულად გამოიყენა იმისათვის, რომ მისი მეშვეობით, როგორც უცოდველი იარაღის გამოყენებით დაუფლებოდა სხვის ქონებას. ვინაიდან შეურაცხად პირს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, ნივთის ფარულად დაუფლების გამო პასუხისმგებლობა ობიექტურად და სუბიექტურად მთლიანად ეკისრება გ ლაზარაშვილს. კერძოდ კი უმოქმედობისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი, დიახ, გ ლაზარაშვილს დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან მას შეურაცხადი ძმის მიმართ აკისრია როგორც დაცვის, ისე ზედამხედველობის სპეციალური ვალდებულება, იგი ფიზიკურად ესწრებოდა ფაქტს და გააჩნდა დანაშაულებრივი განზრახვა. ბოლოსკენ მე-20 ტესტური დავალება შედგენილი არის უკვე სისხლის სამართლის კერძო ორი ნაწილიდან. აქ ჩვენ საუბარი გვექნება ქურდობასა და მის მთელ რიგ დამამძიმებელ გარემოებებზე. დავიწყოთ თურქეთის მოქალაქე მუჰამედ ბალდარის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში. მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაკეტილ საწყობში უკანონოდ შეაღწია და დაეუფლა S ლორდ-ქიფანიძის კუთვნილ 132 ლარის სხვადასხვა დასახელების საკვებ და სასმელ პროდუქტს. გამოძიებით დადგენილია, რომ მუჰამედ ბალდარი ნასამართლევია საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერების ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაუფლების ბრალდებით. კითხვა გვაქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით როგორ შეფასდება მუჰამედ ბალდარის ქმედება. A ვარიანტია, სახეზე არ არის დანაშაული, რადგან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია 150 ლარს ზემოთ მიყენებული ზიანის შემთხვევაში. B ვარიანტია, ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით. G ვარიანტია, ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც ქურდობა ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით და ბოლო ვარიანტია, ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც ქურდობა არაერთგზის ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით. მოცემულ ტესტურ დავალებაში პირველ რიგში ჩვენი მსჯელობის საგანი არის სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. ესე იგი ქურდობა და მისი მაკვალიფიცირებელი დამამძიმებელი გარემოებები. ზოგადად გავიხსენოთ, რომ ქურდობას ახასიათებს რამდენიმე ნიშანი. ეს არის სხვისი, მოძრავი ნივთი, ფარულობა და სუბიექტური მხარე, მართსაწინააღმდეგო დაუფლების მიზანი. უპირველესად, ჩვენ გამოგვერიცხება A ვარიანტი, რადგან მასში საუბარია, რომ სახეზე არ არის დანაშაული, რადგან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია 150 ლარს ზემოთ მიყენებული ზიანის შემთხვევაში. წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთ თეთრად შეფასებული მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება უკვე ქურდობის შემადგენლობას გვაძლევს და დაკვალიფიცირდება 177 მუხლით. ეს არის წმინდა სამართლებრივი მდგომარეობა. რაც შეეხება 150 ლარის ზიანს, 177 მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის, მრავლობითი შემთხვევაში ნივთების ღირებულება 150 ლარს ზევით. მასშტაბამე საწყის ეტაპზე ვხედავთ, რომ სახეზეა ისეთი ქურდობა, რასაც არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი. შესაბამისად, B ვარიანტიც ავტომატურად გამოირიცხება, რადგან მასშიც ერთ-ერთ დამამძიმებელ ნიშნად შემოთავაზებული არის აღნიშნული დებულება. რაც შეეხება ქურდობას საცავში უკანონო შეღწევით. კაზუსში ვხედავთ, რომ ამსრულებელი დაკეტილ საწყობში შევიდა. სისხლის სამართლის დოგმატიკით და მათ შორის სასამართლოს მწყობრი პრაქტიკითაც, საწყობი, სადაც მატერიალური ფასეულობები ინახება და რომელიც იზოლირებულია გარეშე პირთა თავისუფალი შეღწევისაგან წარმოადგენს საცავს. ვინაიდან შეღწევა იყო არალეგალური,
ქმედება აუცილებლად უნდა დაკვალიფიცირდეს აღნიშნული ნიშნითაც. და ბოლოს შევაფასოთ სახეზე გვაქვს თუ არა არაერთგზისობა, რომელზე პასუხიც ჩვენ სწორ ვარიანტამდე მიგვიყვანს. გავიხსენოთ, რომ სისხლისამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ სისხლისამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას. სისხლისამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია კოდექსის შესაბამის მუხლში. კაზუსიდან ვარკვევთ, რომ პატივცემული მუჰამედი ნასამართლევი არ არის ქურდობის ჩადენისათვის. შესაბამისად, ერთი შეხედვით ქურდობა არაერთგზის არ უნდა გქონდეს სახეზე, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, მე-15 მუხლიდან გამომდინარე წინათ ნასამართლებმა მუჰამედმა იგივე დანაშაული უნდა ჩაიდინოს. მან ჩაიდინა სხვა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და არა ქურდობა 177 მუხლის გაგებით. გასათვალისწინებელი არის 177 მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილი, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები არაერთგზის ჩადენილად ჩაითვლება, თუ მას წინ უსწრებდა მთელი რიგი დანაშაულები. ჩამოთვლილი არის მუხლობრივად სათითაოდ, რომელთაგან ერთ-ერთი არის სწორედ ის, რისთვისაც გასამართლებული იყო მუჰამედ ბალდარი. კერძოდ, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერების ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაუფლების ბრალდებით. ეს დანაშაული გათვალისწინებული არის სისხლისამართლის კოდექსის 257 მუხლით, რომელიც სისხლისამართლის კოდექსის 177 მუხლის შენიშვნის მიხედვით არაერთგზისობას აფუძნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ მე-20 ტესტურ დავალებაში სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი, რომელშიც სრულად და ამომწურავად არის მითითებული ყველა დამამძიმებელი გარემოება. ამით ვასრულებთ აღნიშნული 5 ტესტური დავალების განხილვას. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს.